მოკლედ მინდა შევეხოთ რა თქმა უნდა ისრაელი-ირანის ომს, რომელსაც თავად ისრაელი ოპერაციას უწოდებს, თუმცა ეს ფართო მასშტაბიანი ომია სახმელეთო კომპონენტის გარეშე, თუმცა ხმელეთზე სპეცსამსახურების აქტივობის ხარისხის, მასშტაბისა და ეფექტის გათვალისწინებით არ ჩამორჩება სახმელეთო ოპერაციის შედეგებსაც კი, ხო? ისრაელმა გამოკვეთა თავის მთავარი მიზანი, რომელიც მდგომარეობს ბირთვული პოტენციალის განადგურებაში თუ არა, ყოველ შემთხვევაში იმ დონეზე დაყვანაში, რომ მათ დიდხანს ამ მიმართულებით საფრთხეები ისრაელს და ვერც დანარჩენ მსოფლიოს ვერ შეუქმნა. მაგრამ არსებობს გარკვეული შემდგომი შედეგები, რომელიც ამას შეიძლება მოყვეს. ფაქტია, რომ ამ მომენტისთვის ესკალაციისკენ მიდის საქმე, მაყურებელს უნდა უთხრათ, რომ თავად თეირანმა გაავრცელა ინფორმაცია, მოუწოდა თელ-ავივის მოსახლეობას ევაკუაციისკენ, მანამდე ამას აკეთებდა ისრაელის ხელისუფლება და სარკისებურად იმოქმედეს ეთყობა, რომ აი ეს ღამე იქნება ყველაზე მძიმეო, ასეთ შეტყობინებით არის, რასაც რა თქმა უნდა, ისრაელის მთავრობაც სრული სერიოზულობით ეკიდება და აფრთხილებს თავის მოსახლეობას, განსხვავებით ირანის ხელისუფლებისგან ის მოსახლეობაზე თუნდაც იმით გამოიხატება, რომ ზრუნავს აქტიურად, რომ თავშესაფრების მთელი ქსელია, რის მსგავსიც არც თეირანს და არც სხვა ირანულ ქალაქს არ გააჩნია, მაგრამ აი ამ მოცემულობის გათვალისწინებით რა შედეგები შეიძლება მოყვეს კიდეს ესკალაციის ამ ხარისხს და მის შემდგომ განვითარებას. კეთილი, რა თქმა უნდა, ეს ძალიან მნიშვნელოვანი მოვლენა იქიდან გამომდინარე, რომ საქართველოს ძალიან ახლოს არის ამ ყველაფერთან და ის თუ როგორ განვითარდება მოვლენები და რა ბედი შეიძლება ეწიოს ირანის რეჟიმს, ამაზე ჩემი აზრით საქართველოს რეჟიმის ბედით შეიძლება რაღაცა ფორმით დამოკიდებული იყოს. ყველა არ დადიოდა ხოლმე დარწმუნებული ვარ კობახიძე სატირალში. ეხლა რაც შეეხება რა შეიძლება მოხდეს ირანში, მე მგონია რომ ისრაელმა დაამტკიცა რომ მას აქვს თითქმის 100%-იანი დომინაცია ჰაერში, რეალურად ირანის ასე ვთქვათ თავდაცვის სისტემა საჰაერო ფაქტობრივად აღარ მუშაობს, ანუ აი მოდი ასე ვთქვათ ჟარგონი რო ვიხმაროთ, ისრაელის ავიაცია დასეირნობს ირანის ცაში და ანადგურებს რისი განადგურებაც უნდათ. ეხლა რა თქმა უნდა ეს ყველაფერი დაიწყო ბირთვული პოტენციალის განადგურებით, თუმცა სამხედრო ექსპერტებმა უკვე აღნიშნეს აი ამ ეთერებში დღის განმავლობაში, რომ ეს ასე მარტივად გასანადგურებელი არ არის. შეიძლება რაღაც ნაწილი განადგურდეს, მაგრამ ბევრი რამ მიწის ქვეშ არის, შესაბამისი იარაღი მხოლოდ ამერიკის შეერთებულ შტატებს აქვს და ანუ სრულ განადგურებაზე ჩემი აზრით ლაპარაკი ცოტა ძნელი იქნება. ამიტომ მე მგონია რომ ისრაელი წავიდა კიდევ უფრო შორს რაღაც თვალსაზრისით და აქცენტირება არა მხოლოდ ბირთვული პოტენციალის განადგურებაზეა, არამედ მთლიანად სამხედრო ელიტის განადგურებაზე და ამას ხედავთ ყოველდღიურად და თუ ეს შესაძლებელი იქნა და თუ ირანელი ხალხი მოახერხებს კონსოლიდაციას და მზაობას იმისთვის, ისრაელი მოუწოდებს პირდაპირ უკვე რომ რეჟიმის ცვლილებისკენ გადადგა ჩემს აზრს გამოთქვა, რეჟიმის ცვლილება რო ყოფილიყო პირველი რიგის ამოცანა, მეორე რიგის ამოცანა, პირველი რიგის ამოცანა რო ყოფილიყო, ალბათ აიათოლა ჰამენეის გაანადგურებდნენ. ამას მოახერხებდნენ, იმიტომ რომ მის გარშემო თუ ვიდმე მნიშვნელოვანი ფიგურა იყო, განსაკუთრებით ყველაზე მნიშვნელოვანი ისლამური გუშაკთა გვარდიის ხელმძღვანელობა და მთლიანად განადგურებული არის, ხო? ეს ძალიან მნიშვნელოვანი დეტალია, თუმცა არა მარტო ალბათ იმის გამო, რომ გავრცელდა ინფორმაცია, თითქოს ტრამპმა დაბლოკა ვეტო დაადო ამ გადაწყვეტილებას და ისრაელი აპირებდა, მე მგონი არ აპირებდა, რომ დომოდათ ამას გააკეთებდნენ, თუმცა ეს ისეთი ნაბიჯია, მაინც დაუწერელი კანონია, რომ ასე ვთქვათ, პირველი პირები ქვეყნების ასეთი ტიპის კონფლიქტების დროს მაინც ხელშეუხებლებად რჩებიან გარკვეული პერიოდის განმავლობაში. რა გავლენაში გათვლათ შეიძლება და ყოფილიყო, ამიტომ დაი ბოლო კითხვა და სხვა შორის გუშინ ჩვენ მქონდა სპეციალისტებთან საუბარი და მე ერთ-ერთ ფაქტორად მოვიყვანე ახალგაზრდობის მნიშვნელოვანი წილი დემოგრაფიულ სტრუქტურაში ირანის ერთ-ერთმა ექსპერტმა დააკორექტირა ჩემი ეს აზრი, თუმცა მე დღეს გადავამოწმე, რამე ხო არ მეშლებოდა, იმიტომ რომ ზუსტად მახსოვდა ეს ყველაფერი და ახლა დრო არ არის, თუმცა შემიძლია მასაც მივაწოდო ეს ინფორმაცია დაწვრილებით, რომ ირანი მართლაც მოწინავე არის ახალგაზრდობის და საარჩევნო ხმის უფლების მქონე ადამიანების
წილით ასაკობრივ სტრუქტურაში მთელს მსოფლიოში ერთ-ერთი ყველაზე ახალგაზრდა ნაცია ამ თვალსაზრისით და ეს ის ხალხია, რომელთა წვდომაც, მიდრეკილებაც, შესაძლებლობებიც ძალიან განსხვავებული არის ახლა უკვე ისლამური რევოლუციის ძველი თაობის ღირებულებებისაგან, მიდგომებისაგან. და ირანში არის ის სიტუაცია, როგორც აი მედაში ბავშვობაში გვახსოვს, როცა საბჭოთა კავშირში რაღაცა ტიპის კომუნისტური ელიტა სადღაც ცალკე იყო და მათ უმეტესობასაც კი არ წამდათ ის, რაზეც იდგა ის სახელმწიფო. ძალიან წააგავს ამ მხრივ ირანის და საბჭოთა კავშირის ბოლო პერიოდის, თუმცა მათი რეპრესიულობის ხარისხი, მათი სისასტიკის ხარისხი ანგარიშგასაწევია და ამით ახერხებენ ისინი რეჟიმის მდგრადობის შენარჩუნებას. აი ისრაელის შეტევების შემდეგ, თავად ირანის თავდაცვითი პოტენციალის სისუსტის გამოვლენის შემდეგ რეჟიმის სიმძლავრეზე ეს როგორ აისახება და რეჟიმის ცვლილებაზე პერსპექტივაში. აბსოლუტურად გეთანხმებით, რომ რეჟიმის ცვლილება არ არის პირველადი ამოცანა ისრაელისთვის, თუმცა ხამენეის ასე ვთქვათ განეიტრალება, ან ფიზიკური განადგურება შესაძლოა პირიქით კონსოლიდაცია გამოიწვიოს ირანში ამ შემთხვევაში საზოგადოების. ამიტომ მგონია, რომ მისი ასე ვთქვათ, მისი მოკვლა არ არის კარგი იდეა. მე რატო ვამბობ, რომ ისრაელი ამისკენ ასე ვთქვათ აქტიურად მოუწოდებს, მე ძალიან აქტიურად ვადევნებ Twitter-ზე და სხვა სოციალურ ქსელებში, როგორ მუშაობს ისრაელის შესაბამისი სამსახურებიც და ანუ აქტიური ადამიანები, სხვადასხვა ისინი ძალიან დიდი სისწრაფით ავრცელებენ ინფორმაციას, რომ ირანში რევოლუცია უკვე დაიწყო. შეიძლება კადრი ახალია, ძველია, საერთაშორისო მედია ფრთხილად არის ამ მიმართებით, მაგრამ ეს ტენდენცია კი ეხლა სამხედრო აგიტაციის ნაწილია. კი, ეს არის საინფორმაციო ოპერაცია არის ნამდვილად. თუმცა ის უნდა ვთქვათ, რომ მნიშვნელოვანი ინფორმაციები გამოდის, მათ შორის თვითონ მოსადის ქსელის ასე ვთქვათ ოპერირებას ის წაადვილებს, რომ მასკის ქსელს რა ქვია, შემახსენე? არა, სატელიტური კავშირგაბმულობის Starlink-ი ფუნქციონირებს ადგილზე და ირანი ვერ ახერხებს მთლიანად კონტროლს ირანის ტერიტორიაზე, ასე ვთქვათ, კავშირის და გავაგრძელებ რასაც ვამბობდი. ანუ აქედან გამომდინარე, პირველი დონის ამოცანა არის ესე იგი ბირთვული პოტენციალის ბოლომდე განადგურება თუ არა იმ მდგომარეობამდე მიყვანა და რეჟიმის ასევე იმ მდგომარეობამდე მიყვანა და ისე დასუსტება, რომ შემდეგ როდესაც მე საერთაშორისო მსხვილი მოთამაშეები ჩაერევიან და ცეცხლი შეწყდება, ირანს მოუწიოს მისთვის ძალიან ცუდ პირობებზე დათანხმება და ან საბოლოოდ უარი თქვას ბირთვულ პროგრამაზე, ან საერთაშორისო ჩარჩოში მოაქციოს. ეხლა ბონუს პროგრამა ბუნებრივი არის რეჟიმის ცვლილება, რომელიც ასევე შესაძლებელია და რატომ ვთქვი, რომ ეხლა უკვე თითქმის 50 წელია ირანი დიქტატურაა, ხო? 50 წელი იმ ხელა დროა, რომ უხეშად ვამბობ. ამ დროს იმ ქვეყანაში რომ იყოს პოლიტიკური ძალები ან პოლიტიკური მზაობა, რომ პასუხისმგებლობა აიღო და რაღაც ალტერნატივა შესთავაზოს საზოგადოებას ძნელია, მაგრამ შახი სხვადასხვა და შახის შთამომავლობა, მისი აქტიურობა, ხო, აქაც შეიძლება ვიფიქროთ, რომ ალტერნატივა შეიძლება არსებობდეს მისი სახით. რამდენად სერიოზული ეს მეორე საკითხი. კი ბატონო, მადლობა.